მოგესალმებით კიდევ ერთხელ საქართველოში პოლიტიკურ მართლმსაჯულების ისტორიას, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი ისტორია აქვს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. ჩვენ ახლა ვხედავთ სიტუაციას, როდესაც ის გავრცელდა საზოგადოების უფრო მეტ და ფართო ფენებზე. ანუ ეს პროცესია და მე აბსოლუტურად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც აქტიური ადამიანების თუ პოლიტიკოსების წინააღმდეგ იღებს სასამართლო, იქნება ეს ჯარიმის გამოყენება, პატიმრობა თუ მისი არ გამოყენება, ყველას აქვს, ესე ვთქვათ, პოლიტიკური მდგენელი. ანუ პოლიტიკური მართლმსაჯულება გულისხმობს, რომ შეიძლება ქმედება ჩადენილი იყოს, მაგრამ რეაქცია ამ ქმედებაზე შეიძლება იყოს პოლიტიკური ხელისუფლების ნების განსაზღვრელი. სწორედ ეს განაპირობებს მართლმსაჯულების პოლიტიკურობას. და მათ შორის იმას, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ძალიან ვხედავთ, რომ მოსამართლეები არა კანონის საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იღებენ გადაწყვეტილებას, რაც არის სწორედ პოლიტიკური მართლმსაჯულების განსაზღვრელი. ძალიან ეს ვთქვათ, პროცესი არის ძალიან უხეში ფორმით მიმდინარეობს. ქალბატონების დაკავება დაწყებული მზეამაღლობელი და დღეს ქალბატონი ნინოთი დასრულებული აშკარად მიუთითებს იმას, რომ ეს პროცესი არ შეჩერდება, უფრო მეტად გაუარესდება და ის მოიცავს საზოგადოების უფრო მეტ ფენას. სამწუხაროდ ეს არის პერსპექტივა, რომელიც ჩვენ უახლოეს პერიოდში გველოდება, თუ კი საზოგადოება არ გააცნობიერებს რა მძიმე პროცესთან გვაქვს საქმე. აი რა უნდა გააცნობიეროს ქალბატონონა? იმიტომ რომ ჩვენ გაცნობიერება ერთია, მაგრამ ანუ არსებული სურათი რაც არის ამ ეს ჯერ ხო აი სწორ შეფასებას საჭიროებს თუ არა არსებული ვითარება, იმიტომ რომ მე მაგალითად როგორც ერთი მოქალაქე ამ ქვეყნის, ანუ ვერ ვხედავ რომ რაღაც ვითარება თუნდაც არის უცვლელი, ხო? ეს უცვლელი რომ იყოს, ისიც ხო 1000 კითხვის ნიშანს იწვევს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოუძებელი საქმე, პასუხგაუცემელი კითხვები, მოქალაქეების სასტიკი ანგარიშწორების საქმეები, რაზეც არ გვინახავს არათუ ჩატარებული გამოძიება, არც არავინ იდენტიფიცირებული და ასე შემდეგ. ხო, ეს მიუთითებს სწორედ ქართული ოცნების ხასიათზე და ბუნებაზე. მაგრამ აი რეალურად კიდევ ერთხელ აღნიშნე, რომ ყოველდღიურად ახალი დაკავებული პირია სახეზე, ახლა ნახეთ მელიას ახალი ბრალი, რომელიც 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს კიდევ დამატებით თავიდან პოლიტიკური ლიდერების დაბარება იმ საქმეებზე, რაზეც ისინი უკვე იმყოფებიან პატიმრობაში. ეს კიდე რაღაც სხვა ჟანრია საერთოდ, როგორც საუბრობენ ამის შესახებ ხშირად ხელისუფლების ოპონენტები. ეს რა დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა? ეს იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ რეჟიმი არ აპირებს არც შემთხვევაში უკან დახევას იმ რისკის ფონზეც კი, როდესაც ძალიან რეალური არის, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს საქართველოში იმის გამო, რომ ხდება დემოკრატიის სრული ეროზია. ის რაც ხდება საქართველოში, ანუ ძალიან კლასიკური მოდელი არის, როგორ იქცევიან არადემოკრატიული რეჟიმები, რომელსაც ტენდენცია აქვს ტოტალიტარიზმისკენ. აი ზუსტად ამ სიტუაციაში ვიმყოფებით ჩვენ, როდესაც ესე ვთქვათ, არის ერთი მოვლენის გადაფარა მეორეთი, აი მუდმივ რეჟიმში, როდესაც ვერ ახერხებ რეაგირებას ერთ პრობლემაზე, როცა მეორე წარმოიშვება, ესე ძალიან ხელოვნურად ხდება. ესეც არის ამ რეჟიმებისათვის დამახასიათებელი, ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება, თუ კი საზოგადოების თითოეული წევრი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს ის, არ გააცნობიერებს იმას, რომ ეს ყველაფერი მასაც მიადგება. ამაში არის საქმე, რატომღაც რეჟიმს გონია და შეიძლება ის მართალია ამაში, რომ მან გატეხა უკვე წინააღმდეგობა და ვერ ხედავს კრიტიკულ მასას, რომელიც მას უპირისპირდება ამ პროცესში. მე ვფიქრობ, რომ ამის ასე ვთქვათ, ამის დემონსტრირება არის უფრო და უფრო მეტი წაჭერა ხელში, ესე ვთქვათ, მოხრჩობა. ანუ სისტემის კიდევ სისასტიკის კიდევ უფრო ფართო დემონსტრირება. ქალბატონონა, აი შერჩევით სამართალზე, როდესაც არის საუბარი, ხო, აი არავინ უნდა გაიგოს ისე, რომ ვინმე შესაძლო დანაშაულზე და ამას ჭირდება სამართლიან სასამართლოში დამტკიცება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა და ასე შემდეგ. ნამდვილი მოწმეები და არაცრუ მოწმეები
მოწმეები და ასე შემდეგ. ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ დღეს რა ტიპის სამართალს აჩვენებს ქართული მართლმსაჯულება? კიდევ ერთხელ ვიტყვი იმ საქმეებზე, სადაც შესაძლო პოლიტიკური ინტერესია ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მე არ ვამბობ, რომ ყველაზე არის ინტერესი. რაზეც არის ინტერესი? როცა საუბრობდი იმაზე, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არის ქვეყანაში, მე მაშინ ვახსენე, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქმედება შეიძლება ესე ვთქვათ სამართალდარღვევა ჩადენილი არ იყოს. მაგრამ ის თუ როგორი რეაგირება აქვს ხელისუფლებას ამ ქმედებაზე და მსგავს ქმედებაზე, რომელსაც სხვა ადამიანი ჩაიდენს და მე ესე ვთქვათ, ეხლა უკვე ვეცდები თქვენ კითხვას პასუხი გავცეთ, სწორედ ეს აჩვენებს პოლიტიკურ მდგენელს. ანუ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მაგალითად ქალბატონი მდიას მიერ, ესე ვთქვათ, ლოყაზე ხელის გარტყმა არის თავდასხმა პოლიციელზე და გვაქვს შემთხვევა მაკა ჩიხლაძის, როდესაც ის პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ პლავენ ქუჩაში და ესე ვთქვათ, როგორ ცდილობენ მის მოკვლას პრინციპში, იმიტომ რომ ეს შემთხვევით გადაურჩა სულიად სიკვდილს და როგორ ხედავთ ჩვენ რა რეაქცია არის ამაზე. ანუ თუ ჩვენ ვართ თანამიმდევრული ადამიანები, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ რეაგირება უნდა იყოს როგორც ერთ შემთხვევაზე, თუ ის არის მაგალითად ლოყაში ცილის გაწვრა ადმინისტრაციული ქმედება, გავიგეთ, დაუშვათ, შეიძლება ეს რეაგირება საჭიროებდეს, მაგრამ ადამიანის მკვლელობის მცდელობა უფრო მეტად საჭიროებს რეაგირებას. ამაში არის განსხვავება, როგორ ექცევა ხელისუფლება მის მოწინააღმდეგეებს და მის მომხრეებს. ანუ ადამიანებს, რომელსაც ადლევს სულ კარტ ბლანშს, რომ იმოქმედონ ძალადობრივად, ისე რომ ისინი არ დაისაჯონ. აი ამაში არის ის, ასე ვთქვათ, პრობლემა, მასიური პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ საზოგადოების ერთ ნაწილს, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი არ ეპატიება და საზოგადოების მეორე ნაწილს, რომელსაც აქვს სრული თავისუფლება ჩაიდინოს ძალადობრივი აქტები, რომელიც პირველ რიგში საჭიროებს სამართალდამცავი ორგანოებისგან რეაგირებას და სწორედ ეს არის ის, რითაც ეს მოქმედი რეჟიმი ცდილობს, რომ მისი მომხრეების ესე ვთქვათ, მხარდაჭერა მოიპოვოს, ისინი წააქეზოს უფრო მეტი დანაშაულის ჩასადენად იმ განზრახვით, იმ პირობით, უბრალოდ, რომ ისინი არ დაიჯებიან ამ ქმედებისთვის. ამიტომ არის ეს ესე ვთქვათ, უკიდურესი ძალადობა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავთ, სულიად დაუსჯელი. ეს არის უკიდურესად საშიში მოვლენა, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი არ აქვს საერთო არც ადამიანის უფლებებთან, არც კანონის უზენაესობასთან და არც ფორმალურ არანაირ დემოკრატიასთან. აი ამ პროცესის მოწმობთ ახლა ჩვენ. დიახ, თქვენ ახსენეთ შედეგი, იმ სურათის ეხა რომელიც არის და ასევე მე მინდა კითხოთ ესეთი რაღაცა, აი მაგალითად ეს საქმეები თუ წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, იქ რა ტიპის გადაწყვეტილებები დადგება? ხომ აი ამ საკითხზე რაციონალურად რომ აი ღელავდეს თქვათ ვინმე, აი ატყობთ ამ ნიშანს ქართული ოცნების ხელისუფლებას, ანუ ეს რა ფაზაა, რა პერიოდია, როდესაც ეს სტანდარტი თქვათ ინტერესის მიღმა არის, ანუ რა სიტყვიან მასზე, ან რა გადაწყვეტილება დადგება, ეს ნაკლებად საინტერესოა, მოდი ასე ვთქვათ, ივანიშვილის ტიპის მმართველისთვის, რომელიც აი რას აჩვენებს საზოგადოების წინაშე ამგვარი ქმედებით, იმიტომ რომ სანქციების საკითხი შესაძლოა არის ზოგიერთისთვის მეტად და ზოგიერთისთვის ნაკლებად ხელვის საფუძველი, მაგრამ იქ პირდაპირ წერია ბრიტანეთის შემთხვევაში მაგალითად, რომ კონკრეტული პირები დასანქცირებულები არიან, იმიტომ რომ ნაწილი იყო იმ ბრძანებაზე პასუხისმგებელი, ხოლო ნაწილს ევალებოდა, რომ გამოეძიებინა ეს შესაძლო დანაშაულები, მაგრამ ეს არ გააკეთა. ხომ აი ეს სურათი რას გეუბნებათ? ეს სურათი ჩვენ ძალიან დიდი ხანი გვეუბნება იმას, რომ ასე ვთქვათ, ქართული ოცნებისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ევროსასამართლო იყო გამოყენებული როგორც თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციის წყარო. ანუ ჩვენ ძალიან ბევრი პრესკონფერენცია გვახსოვს, როდესაც მათ
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები თავიანთ სასარგებლოდ განმარტეს, ანუ უამრავი ეგეთი პრესკონფერენცია, მაგრამ არც ერთი ის პრესკონფერენცია არ გაუმართა, სადაც ეს გადაწყვეტილებები მათ წინააღმდეგ იყო მიმართული. ანუ ამაშიც კი ნახავთ, როგორ ხდებოდა манипуლირება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების მათი პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ის პროცესი, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ანუ მე პოტენციურად წარმომიდგენია, რომ ყველა ეს საქმე ევროსასამართლოში წავიდეს, უბრალოდ კითხვა დაისმება, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ამას ევროსასამართლოში წაიღებენ და თუ იარსებებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ადვოკატები, რომელიც როგორც წესი ამ საქმეებს წარმართავენ ხოლმე, ანუ ეს არის პირველი კითხვა, ანუ რესურსები რამდენად იქნება ამისი და მოდით შეიძლება ამაზეც ვისაუბროთ. მეორე არის ის, რომ მე დარწმუნებული ვარ იმ შემთხვევაში თუ ეს საქმეები ევროსასამართლოში მოხდება, ყველა ეს საქმე გამარჯვებით დასრულდება. და რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ქართული ოცნებისთვის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები რამე მნიშვნელობის იქნება ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ წინააღმდეგ იქნება მიმართული. მე საერთოდ მგონია, რომ ისინი რუსულ მოდელს აირჩევენ და ისინი ყველაფერში მიყვებიან რუსეთს, ამიტომ ამაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ესე გააკეთებენ. იტყვიან, რომ ევროსასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სუვერენულ ნებას და ამის გამო ისინი მას არ აღასრულებენ. ან შეიძლება იყოს მეორე მოდელი საერთოდ, რომ თქვან, რომ ჩვენი მონაწილეობა ევროსაბჭოს სტრუქტურებში არ ღვევს ჩვენ სუვერენიტეტს და მოდით დავტოვოთ ევროსაბჭო. ანუ ესეც შესაძლებელია. მე მგონია, რომ პრინციპში აქეთ მივდივართ, მე არ ვიცი რამდენად ესე ვთქვათ აწყობთ მათ ამ წუთას ამის გაკეთება, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში მე არ გამოვრიცხავ ამის ვარიანტსაც. მე ველოდები პრინციპში ამ ყველაფერს, რაც ქართველი ხალხისთვის ნიშნავს იმას, რომ მათ არავინ ქვეყნიერებაზე სამართლებრივი დამცველი არ ეყოლებათ, არ ყავთ უკვე ქვეყნის შიგნით და არ ეყოლებათ ქვეყნის გარეთ. ამ ტიპის, ესე ვთქვათ, ტრაგიკულ სურათს ვხატავ, მაგრამ მე მგონი ჯობია გაცნობიერებულად ვთქვათ, სად მივდივართ, იმიტომ რომ ჩვენ მივდივართ ამ ეტაპზე მოუსავლეთში. ანუ აქ, ესე ვთქვათ, გამოსავალი ამ წუთას თუ რადიკალური შემოbrunება არ მოხდა, მე ამ წუთას ვუყურებ, რომ ჩვენ მივდივართ ოფსკულში. ანუ ერთადერთი, რაც თითოეულ ადამიანს ამ წუთას ევალება და შეიძლება თქვას, რომ აი ჩვენ ვხედავთ ამას, ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით. ეს არის, ანუ გაჩუმება ამ წუთას არის თანამონაწილეობა ამ პროცესში. მე მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია ამ სიტუაციას. დიდი მადლობა, კაპიტან ნონა, დაგემშვიდობებით, ნონა წოწორია, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული